მოგესალმებით. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ მოგიწვიოთ და გელაპარაკოთ გამომდინარე იქედან, რომ არის გარკვეული გახშირებული კრიტიკა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებული რამდენიმე პრობლემური საკითხიდან გამომდინარე. მე მინდა ყველას უთხრა, რომ მე მესმის დემოკრატია რთულია, ხშირად ძალიან რთული განსახორციელებელია ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. მე მინდა ვუპასუხო იმ კრიტიკას, რომელიც ჩვენს მიმართ მოდის აღმასრულებელი გუნდის გარკვეული წარმომადგენლებისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და დავარწმუნო ყველა, რომ აქ არ არის პიროვნული დაპირისპირება, აქ არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, აქ არის ძალიან პრინციპული მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეალურად საქართველოში ჩამოაყალიბოს ფუნქციონებადი დემოკრატია. ფუნქციონებადი დემოკრატია კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ინსტიტუტი, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი, ასევე პრეზიდენტი, ასევე სასამართლო ასრულებს თავის მოვალეობას და ვალდებულებას. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარეობს, მე არც ერთ მომენტში არ მქონია მცდელობა, რომ რაიმე პოლიტიკურად დაპირისპირებული ნაბიჯი გადამედგა, ჩემი ყველა მცდელობა ამოდიოდა და მთავრდებოდა იმით, რომ მე ვცდილობ განვაგრძობ მომავალშიც მცდელობას, რომ გავაძლიერო ყველა ინსტიტუტი ერთნაირად და ერთი რეჟიმით. აქედან გამომდინარეობს ჩემი პოზიციებიც, რომელიც არის დაკავშირებული, რომელსაც ვაცხადებ და ვახმოვანებ. ეს დაპირისპირება რაც იყო, კიდევ ერთხელ სამწუხაროდ გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში. გუშინ მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მე მინდა გითხრათ, რომ ამ მუშაობის შედეგად სამწუხაროდ ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის რეალურად ჩემი აზრით არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ. ჩემი აზრით ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე გარკვეული, ასე ვთქვათ, უწყებრივი დაპირისპირებებიდან. რეალურად თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა, ჩემი აზრით ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან არ მოგწონდა სააკაშვილის რეჟიმში. რეალურად ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტიურად ვიზიტი ჩაშლილია და ამის წინაპირობა დავინახე მე დღეს დილას. მე ვერ გეტყვით რა ჯგუფების მხრიდან არის ჩაშლილი, მაგრამ ის შეხვედრები რაც იყო იქა, ის რა ფონიც მე ვემზადებოდი ამ ფონის. ესე იგი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია მანამდე ჰქონდა მიღებული, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ არ გვეხმარებოდნენ, მაგრამ ის რომ იქნებოდა სერიოზული ნაბიჯები გადადგმული იმის საწინააღმდეგოდ, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა ეფექტური ვიზიტი, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია მივიღე დღეს. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ იმუშავა, მე გეტყვით იმას, რომ ეს შედეგები მე მივიღე დღეს. რეალურად მოგახსენებ კიდევ ერთხელ, დეტალებში მე ვერ შევალ, მაგრამ ვიზიტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არის ჩაშლილი. ასევე აცხადებს დღევანდელ ინტერვიუში, რომ თქვენ მთავრობას განიხილავთ როგორც თქვენ კონკურენტს და ცდილობთ მათ მუშაობაში ხელი შეუშალოთ და რომ ეს საბოლოო ჯამში აზიანებს ქვეყანას და ხელს უშლის ქვეყანას. მე ვერავინ ვერ მომიტანს ერთ მაგალითს მაინც, როდესაც მე შეუშალე ხელისუფლებას, იქნება ეს აღმასრულებელი თუ პარლამენტი თავის საქმიანობის განხორციელებაში. ვერავინ ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიტანს. მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ვდგევართ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. ეს არის რთული გზა. ამ გზაზე, როდესაც რომელიმე ინსტიტუტი დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, თავის მანდატის მიხედვით პოლიტიკას ახორციელებს, ეს ხშირად არის ხოლმე აღქმული როგორც დაპირისპირება. მე მინდა კიდე ყველას ერთხელ გავახსენო, ეს არ არის დაპირისპირება.
ეს არის დემოკრატია და დემოკრატია რთულია. მე მესმის, მაგრამ ჩვენ მივვალთ ამ წერტილამდე. ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, მე ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ რა მოხდა იქ და ვინ განახორციელა ეს ქმედებები. თქვენსა და მთავრობას შორის როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ამის შემდეგ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სერიოზული მე მესმის, მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ. მე ვემსახურები ქვეყანას, მე ვემსახურები იმას, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა, მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ. ბუნებრივია ის რეჟიმი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უცებ გახდეს ვერ საუბრობდეს და გაჩუნდეს, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი კი არა, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ყველას ვისაც მოლოდინი აქვს, რომ უნდა იყოს აბსოლუტური უნისონი და არ უნდა იყოს ნორმალური ძალთა ბალანსი, ფაქტიურად უნდა გადაკაჩული იქნას ხელისუფლება ერთი მიმართულებით. ჩემი აზრით არ ესმის კარგად რას ნიშნავს დემოკრატია. არა, გამიუქმეს არა, სირთულეებია. ძალიან სერიოზული. რომელიც სამწუხაროდ უკვე გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩემი ვიზიტის დროს რეალურად ვერ განხორციელდებოდა ის სამუშაო, რომელიც მე უნდა განხორციელებინა. ეს მე გავიგე დღეს დილას. შეგეძლოთ საერთოდ წასვლა, იგულისხმობდა საავადმყოფო გუნდიდან წასვლა. განიხილება თუ არა ახალი კოაბიტაციის ეტაპი მთავრობას და პრეზიდენტს შორის, ეს რა იგულისხმება? იქნებით მთავრობის ოპოზიცია? მოგახსენეთ ახლა. კოაბიტაცია ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის ერთი პოლიტიკური გუნდიდან და აქვს თავისი ასე ვთქვათ პოლიტიკური პარტია და მეორე პოლიტიკური გუნდი არსებობს. მე არც რომელიმე პოლიტიკური გუნდი არ შემიქმნია, არც გადავსულ სხვა პოლიტიკური გუნდში. მე ვასრულებ ჩემ მოვალეობებს კონსტიტუციის მიხედვით. არც ერთი ნაბიჯი მე არ გადამიდგავს საპირისპირო, ხოლო როდესაც გადმოიდგება ნაბიჯები პრეზიდენტის ინსტიტუტის კომპეტენციის ფარგლებში და არა მარტო თუ მოხდება ძალის გადაკაჩვა აღმასრულების მიერ პარლამენტის უფლებამოსილებების პრეზიდენტისგან სხვა მიმართულებებით, ყველგან მე დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მე პოლიტიკურ თემებზე მქონოდა დაპირისპირება, მაგრამ ინსტიტუციურ თემებზე იმისა, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორც პარლამენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი არიან დამოუკიდებელი ინსტიტუტები და მათ ევალებათ, რომ გააძლიერონ დემოკრატია საქართველოში, ამასთან დაკავშირებით მე რა პოზიცია მქონდა მანამდე, ვინარჩუნებ იგივეს, მე ვერ მოვახდენ ხელისუფლების ან ჩემსკენ გადმოკაჩვას, ან რომელიმე შტოს შორის ბალანსის დარღვევას. ეს არის დემოკრატია, ეს არის კონსტიტუციონალიზმი. მე ინტერვიუს ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ არ მინახავს თლიანად ინტერვიუ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ცოტა უცნაურია პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი. პრეზიდენტს არ აქვს არავითარი კონკურენცია, პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილებები, ამ უფლებამოსილებების აღსრულება არის ჩემი ვალდებულება და მე მათ აღვასრულებ. თუ იქნება ასეთი პრობლემური მომენტები, რომ შეიქმნება პრობლემები ჩემ ვიზიტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ჩემი აზრით ის არის რაშიც ცხოვრობთ და ჩვენთვის ყველასთვის უფრო მაგარი ღირებულება, მთავარი ღირებულება უნდა იყოს ის, რომ შევასრულოთ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა. მე ამ რეალობაში არ საითკენ არ ვქაჩავ, ასე ვთქვათ, საბანს, იმიტომ რომ მე არც მინისტრების დანიშვნა არ მჭირდება, არც არავის ასე ვთქვათ პოლიტიკურ გუნდს არ მწევ წინ, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანსს, ეს იქნება შენარჩუნებული და ესაა ჩემი ვალდებულება. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ თქვენი ვიზიტის დაგეგმვაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩართული იყო ყოფილი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი თემურ იაკობაშვილი. ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციას? არა, ამას უკვე უპასუხე. თემური არის ჩემი მეზობელი მთაწმინდაზე. დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც ყველას ეშინოდა ურთიერთობა ერთმანეთთან, თემურს არ ეშინოდა, რომ ჩემთან მქონოდა პირადი ურთიერთობა და მე ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე თემურისთვის არაფერი არ მithხოვია. ჩვენ მუშაობდით ჩვენი საშუალებებით, თუმცა სამწუხაროდ ეს საშუალებები იქნა განეიტრალებული.
იმას, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, როგორც დღეს ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ინტერვიუში და რომ დანარჩენ შეკითხვებზე სწორედ ამით არის გაცემული. მე მგონი ბატონი ბიძინა სამწუხაროდ იღებს ცალკრივ ინფორმაციას. საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის საქართველო, არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართველოს ყავს არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკებში ჩვეულებრივი პრეზიდენტები არიან ხოლმე დანიშნული პარლამენტიდან, პარლამენტი მხოლოდ საქართველოს ყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით შეიძლება კიდე წიაღსულები მოხდეს და საზოგადოებამ ნათლად ჩახედოს მარტივ ჭეშმარიტებებს და არ ელაპარაკოს ამ თემებზე რაღაცა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. მით უმეტეს ეს თემები რეალური არ არის, იმიტომ რომ ის ვალდებულებები, რასაც მე ვახორციელებ, ამათში არ არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შინაარსი. მე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ვქაჩავ წინ. მე ვახორციელებ იმას, რომ ქვეყანაში დაცულ იქნას დემოკრატიული ბალანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა პრეზიდენტო, თუ შეიძლება სწორედ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით, თქვენ თვითონ არ ხარჯავთ პრობლემები პოლიტიკურ ძალას. შეგვიძლია თუ რა თქვენ გამოვისმენთ პასუხი, შესაძლოა თუ რა მომავალში იყოს გიორგი მარგულაშვილი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. მე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური კარიერის პიკზე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და მაგ დიდი ვალდებულებები აქედან გამომდინარე. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ მე მაქვს სრული საშუალება და რესურსი საზოგადოებას ველაპარაკო, საზოგადოებას ავხსნა რა ნაირად უნდა განვითარდეს მომავალში საქართველო და აქ არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები. საქართველო არის დემოკრატია. დემოკრატიაში ნიშნავს, რომ არავინ არ არის დირექტორი. არამედ ძალაუფლება ბალანსი გადანაწილებულია შტოებს შორის. ყველა ჩვენთაგანს ევალება ამის განხორციელება, ყველა ჩვენთაგანს ევალება ემსახუროს აი ამ პრინციპებს. ვინ არის მთავარი კი არა, თავისი როლი ვის როგორი გააჩნია. მე ამ პრინციპებს და ამ პროცესს ვემსახურები და გავაგრძელებ მომავალში. შესაბამისად, მე პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ჩემი საქმე განვახორციელო, არ მჭირდება. მადლობა.